ვისაუბრებთ საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე, გახშირებულ ავტოსაგზაო შემთხვევებსა და პრევენციულ ღონისძიებებზე. თემაზე სასაუბროთ ჩემგვერდსდა ფონდის პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის დირექტორი ირაკლი იზორია. დილამშვიდობის. ირაკლი, ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ჩვენს გადაცემაში თუ როგორი უნდა იყოს რამდენად ყურადღებით უნდა იყოს როგორც მძღოლი, ასევე ქვეითად მოსიარულე, როგორ უნდა დაიცვან უსაფრთხოების წესები, მაგრამ სამწუხაროდ მაინც არის რიგი საგზაო შემთხვევები და სწორედ ამ საკითხებზე გვინდა ჩვენ საუბარი, რომ რა საშუალებები არის, რა ღონისძიებები არის გატარებული იმისათვის, რომ ყოველივე ეს შემცირდეს და ისეთ სურათი აღარ გქონდეს, როგორც დღეს გვაქვს და რამდენად ახდენს ზეგავლენას და ცნობიერების ამაღლებას ამ კუთხით სხვა კამპანია და თუნდაც ჩვენი ეთერის მეშვეობით არაერთხელ გავრცელებული ინფორმაცია. მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში რამ დღეებშიც ალბათ ვიხილეთ ყველამ ის ტრაგედიები, რაც დაგვტრიალდა სამწუხაროდ მოხშირებულია საგზაო შემთხვევები და რასაც ვაკვირდებით, ძირითადი მიზეზი არის მაინც უცვლელი რჩება, ეს არის სიჩქარის გადაჭარბების ფაქტები. აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი პრობლემა, ანუ საგზაო უსაფრთხოება არ არის ისეთი პრობლემა, რომელიც მოგვარდება და მე ყოველთვის ეს მოგვარებული იქნება, არამედ არის მცოცავი პრობლემა, სულ ჭირდება განახლება, სულ ჭირდება საკანონმდებლო მიმართულებით მუშაობა. ჩვენ ვიცით, რომ ქვეყანა უკვე ამტკიცებს ეროვნულ სტრატეგიას 2026-2030 წლები და მათ შორის სამოქმედო გეგმას, რომელიც იქნება 2 წლიანი 2026-2027 წლები. ამ გეგმის მიხედვით უნდა მოხდეს, რა თქმა უნდა, შემცირება საგზაო შემთხვევების, თუმცა წინა სტრატეგიამ ვერ გაამართლა, ანუ იმედები გამომდინარე იქიდან, რომ 2021-25 წლის სტრატეგიით გათვალისწინებული იყო 25% შემცირება სიკვდილიანობის და დაშავებულობის, თუმცა პირიქით კი არ შემცირდა, არამედ გაიზარდა და საერთოდ წინ ვერ წავიდით ამ მიმართულებით. აქედან გამომდინარე, ჯერ არ არის ჩვენი ახალი სტრატეგია დამტკიცებული და დიდი იმედი მაქვს ის რეკომენდაციები, რაც ამ დარგში მომუშავე ადამიანებმა მივაწოდეთ, იქნება გათვალისწინებული. დაახლოებით 40-მდე რეკომენდაცია არის გაგზავნილი. აქედან ვიცით, რომ 20-მდე რეკომენდაციის ასახვას მაინც ვეღირსებით. რაც არ უნდა აკრძალვები დაუწესოთ, ვთქვათ, და რაც არ უნდა ჯარიმები, ასე ვთქვათ, ხომ? შესაბამისად, თვითონ ადამიანს უნდა ჰქონდეს ალბათ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, როგორც საკუთარ თავის წინაშე, ასევე სხვის მიმართ, ხომ? გულისხმობ იმას, რომ არ ერიდებიან ნასვამები, რომ დაждდნენ საჭესთან და ეს თავისთავად ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს, ძალიან დიდ საფრთხეს და არ ჭირდება მგონი ამას რაღაც გარკვეული კანონების შემუშავება, ეს ჩვეულებრივი ადამიანური პასუხისმგებლობა არის. ახლა ბოლოს რაც მოხდა საგზაო შემთხვევა გორში, სამწუხაროდ ის ფაქტი, რომ მძღოლი იყო ნასვამი და როგორც გავიგეთ, 225 ჯარიმა ჰქონდა გადახდილი სიჩქარის გადაჭარბებით და ასეთი ადამიანები მაინც ზიან ავტომობილებზე. მე ძალიან ბევრჯერ გამიმახვილებია ყურადღება იმასთან დაკავშირებით, რომ არიან როცა ჯარიმების გაზრდაზე იყო საუბარი, მაშინაც თქვი და დავაფიქსირე აზრი, რომ მხოლოდ ფულადი ჯარიმის გაზრდას აზრი არ ექნება, იმიტომ რომ ჩვენ არ ვახდენთ ანუ ერთიან მიდგომას, ანუ გამოდის რომ ვისაც აქვს იმის საშუალება რომ გადაიხადოს თანხა, ანუ მას ვაძლევთ გზაზე დარღვევების უფლებას, ანუ ადამიანი ყიდულობს ფაქტიურად დარღვევას და მაინც გადაადგილდება გზაზე, აქვს ისე მართვის მოწყობა და თუ არ აქვს საშუალება, ანუ არ უნდა ჩააბარო ეს მართვის მოწყობა. აქედან გამომდინარე ესეთი მიდგომები არ უნდა ყოფილიყო და ჩვენც რა თქმა უნდა ვაპირებთ რომ ამ სფეროში მომუშავე ადამიანები განცხადების გაკეთებას, ვინაიდან ჯარიმები მხოლოდ ვერ იქნება უზრუნველყოფი, ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია მათ შორის თქვენს ეთერშიც ქულათა სისტემის მნიშვნელობაზე. ჩვენთან ქულათა სისტემა როცა 2016 წელს შემოვიდა, მაშინ მხარი დაუჭირეთ, ერთ-ერთი ინიციატორების ვიყავით ამ სფეროში მომუშავე ადამიანები და ვიცოდით თუ რა ეფექტი უნდა ქონოდა, თუმცა ამას განვითარება არ მოყვა. ეხლა წარმოვიდგინეთ, ადამიანი თვითონ ეს ქულათა სისტემას ხარვეზიანია. 12 თვის მერე, ანუ ყოველ დეკემბრის ბოლოს უნულდებათ ადამიანებს ქულები. არაერთგვაროვანი მიდგომა ადამიანმა, რომელმაც თებერვალში დაარღვია 10-12 თვე მქონდა ეს ქულები და უფრთხილდებოდა, რომ კიდე აღარ დაერღვია, რომ მართვის მოწმობა არ ჩამორთმეოდა, არიან ადამიანები, რომ დეკემბრამდე ქულები არ აქვთ განმავლებული და დეკემბერში ახდენენ ანაზღაურებას
ყველანაირი გადაჭარბებაზე დარღვევებზე, იმიტომ რომ იციან რომ მათ ერთ თვეში გავნილდებათ ქულები. აი თქვენ სიჩქარის გადაჭარბება ახსენეთ ირაკლი და ამაზე მინდა კიდევ გავმახვილო ყურადღება რომ სამწუხაროდ არის ისეთი ადგილები, სადაც არ არის ეს კამერები დაყენებული და ის ადგილებიც ძალიან კარგად იციან მძღოლებმა თუ სად არის ეს მაფიქსირებელი ხელსაწყო ასე ვთქვათ, ხო? და შესაბამისად ხდება მხოლოდ იმ კონკრეტული მონაკვეთის მშვიდად გავლა, ასე ვთქვათ, მოცემული სიჩქარით, რაც არის დაშვებული და შემდგომ ისევ ემატება სიჩქარე თავისთავად, რაც იწვევს მერე სწორედ იმ შედეგს, რასაც ხედავთ სამწუხაროდ. თუ ქულათა სისტემის გამართვა მოხდება, პირველ რიგში ის რომ ეს ცოცავი იქნება დარღვევა, ანუ ყოველი ერთი დარღვევა ერთი წლის მერე განვლდება, ეს ერთი, მეორე ვიდეო ჯარიმებს უნდა მიებას აუცილებლად ქულები და მესამე ის რომ ესეთი ადგილები მართალი ბრძანეთ, ანუ არის სადაც იციან მძღოლებმა დაუშვათ მაღალმთიანი რეგიონები, სადაც საერთოდ არ არის და ვიცით თუ რამდენად საშიში გზებია მაღალმთიან რეგიონებში, ბევრგან ჯებირებიც არ არის საერთოდ და გადავარდნის, ანუ სისწრაფის გამო გადავარდნა ხდება ფაქტიურად ავტომობილების. უნდა იყოს უფრო მეტი უკონტაქტო პატრულის ეკიპაჟები და როცა ქულები მიბმული იქნება ჯარიმაზე, მეტი შიში ექნება მძღოლებს, ანუ არ იციან თუ სად შეხვდება უკონტაქტო პატრული, შეიძლება მათ ქულები ჩამოაკლდეს ავტომატურად. აქედან გამომდინარე, ეს სისტემა ანუ აღსრულება უნდა გაიზარდოს და ნომერ პირველი მკვლელი არის საქართველოს გზებზე სიჩქარე. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეიძლება კიდე სხვა ბევრი პრობლემები არსებობს, იგივე ბავშვებთან დაკავშირებით, სხვადასხვა საგზაო უსაფრთხოების რისკ ფაქტორებთან და პრობლემებთან დაკავშირებით, თუმცა ყველაზე ძირეული სათავე ვინაიდან არის სიჩქარის გადაჭარბება, ამის მენეჯმენტის გაუმჯობესება უნდა მოვახდინოთ. სხვაგვარად ვერ მოხდება, ანუ საქართველოში ამის განვითარება და ვერც უსასრულოდ გაზრდილი ჯარიმები ყოფნის ამ ყველაფერს და აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, უნდა მოხდეს მთლიანად გადახედვა სიჩქარის მენეჯმენტის სიტუაციის და შემდგომ დასახვა იმ გეგმების და მიმართულებების თუ როგორ უნდა გამოსწორდეს სიტუაცია. სხვათა შორის ბოლო პერიოდში რაც იყო საგზაო შემთხვევები, უმეტესობა ხომ სიჩქარის გადაჭარბებით მოხდა და ასევე ნასვამობით. ეს ნასვამობაც იგივე პრობლემა დარჩა. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ სიჩქარესთან ერთად ნასვამობა არის უდიდესი პრობლემა, გამომდინარე იქიდან, როცა ადამიანი ნასვამია ვეღარ აკონტროლებს უკვე საჭეს, შეიძლება ვეღარ გზნობს სიჩქარეს, რეაგირება უჭირს, სიჩქარეს ვერ გზნობს და ხშირად ხდება სიჩქარის გადაჭარბების ფაქტები და ეს ნასვამობაც არ აქვს ჩვენ იმ დონეზე. სხვათა შორის ერთი რაღაცა არის, ძალიან ბევრი ქვეყანა უკვე ნასვამ მდგომარეობაში მართვას თვითიმედოვნებით და გაუთხილობით დანაშაულად კი არ თვლის, არამედ ეს არის უკვე განზრახ დანაშაული, როგორც მაღალი სიჩქარით გადაადგილება, რადგან იყო შემთხვევა, როცა გერმანიაში მძღოლი გადაადგილდებოდა მაღალი სიჩქარით და მას პირდაპირ განზრახ მკვლელობა ჩაუწერეს, ვინაიდან ადამიანი, რომელიც 60-70 კილომეტრით აჭარბებს სიჩქარეს და განზრახ ჩადის ამას, უკვე გააზრებული აქვს თუ რა შედეგები უნდა მოყვეს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ნასვამ მდგომარეობაში მართვაც კიდევ უფრო მეტად დაჯადი უნდა იყოს და ის 6 თვიანი მართვის მოწმობის ჩამორთმევა, რაც გვაქვს, ეს პირიქით უნდა გაიზარდოს წლამდე და კიდევ მეტი სანქციები უნდა იყოს, რადგან რაცაც დავაკვირდით, ყოველწლიურად დაახლოებით 20,000-მდე მძღოლს უჩერდება მართვის უფლება. წარმოიდგინეთ, ეს 20,000 მძღოლი გადაადგილდება ქუჩებში ყოველწლიურად, რომელსაც პატრული უჩერებს მართვის მოწმობას და ეს ადამიანები რომ მიუშვათ, ალბათ 579 ადამიანი კი არა, 4,000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპება ჩვენს გზებზე. აქედან გამომდინარე, ის დარღვევები, რაც სიკვდილიანობასთან, ოჯახების გაუბედურებასთან და არ ვიცი ძალიან ცუდ შედეგებთან არის დაკავშირებული, მისი პირველ რიგში მოგვარება არის აუცილებელი და სიმკაცრით უნდა მოხდეს ამ ყველაფერთან შეხედვა, რადგან ბევრი მძღოლი ფიქრობს, რომ მას შეიძლება არასდროს არ მოვიდეს ავტოსაგზაო შემთხვევა, გამოცდილია და რაღაც ესე არ არის, ყველას შეიძლება შეხარ გამოცდილი ვთქვათ, მაგრამ მეორე მძღოლი არ იყოს გამოცდილი. და აქედან გამომდინარე აუცილებელია და მე მაინც მინდა ვთქვა, რომ თვითშეგნების ამბავიც არის ხა, რაც არ უნდა ქულათა სისტემა შემოვიღოთ, ჯარიმები დავაწესოთ, შევცვალოთ კანონმდებლობა, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა არის უდიდესი როლის დაწყების მქონე, გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანმა უნდა იფიქროს არა მარტო საკუთარ თავზე, არამედ სხვაზეც და როცა ქუჩაში გამოვდივართ ავტომობილით, უკვე მთელი რიგი პასუხისმგებლობები გვეკისრება, ხო, როგორც ჩვენი თავის, ასევე ოჯახის, ასევე ჩვენი მოქალაქეების მიმართ და არ შეიძლება ის, რომ რაღაც და ჩვენ დაუდევრობით შევქმნათ ისეთი რისკები, რა რისკებმაც შეიძლება სავალალო და საუბედურო შედეგები გამოიწვიოს. ამიტომ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაზრდა არის აუცილებელი და ამას მნიშვნელოვნად გასძის კიდევ მეტად ეს საინფორმაციო კამპანიები და მე მინდა მედიასაც დიდი მადლობა მოუხადო, რომ ხშირად ხდება მსგავსი საკითხების გაშუქება, აქტუალიზაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენი მოქალაქეებიც პასუხისმგებლობიანად უნდა მოვეკიდოთ ამას, ანუ გზა არ არის მარტო მძღოლის გზა არის
სხვადასხვა მონაწილის იგივე ფეხით მოსიარულის მსხვერპლის და ასე შემდგომ აქედან გამომდინარე ზიარი პასუხისმგებლობა ყველასია და თანამედროვე უნდა გავიზიაროთ ეს ყველაფერი. დიახ. და პასუხისმგებლობა ასევე არ მხოლოდ ავტომობილით მოსარგებლე ადამიანის, არამედ ასევე მოპედებზეც უნდა ვთქვათ ხო, რომ არის ხოლმე არაერთი შემთხვევა, რომ ძალიან რთულად ხდება მოძრაობა გართულებული არის სწორედ აქედან გამომდინარე ხდება ეს უბედური შემთხვევები. არაერთხელ გავაკეთეთ აქცენტები მოპედებთან დაკავშირებით, ეს არის ახალი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც რამდენიმე წელია საერთოდ რეგისტრაციას დაექვემდებარა, მანამდე ვიცით რომ რეგისტრაცია არ ხდებოდა, თუმცა კარგია რომ დაექვემდებარა, ვისაც არ აქვს სხვადასხვა კატეგორიის მართვის მოწმობა, მხოლოდ თეორიული მასალა უნდა ჩააბარონ, თუმცა რასაც ვაკვირდებით ჩვენ ახლა დედაქალაქი რომ ავიღოთ, ფაქტიურად ყველანაირი დარღვევებით დადიან ეს ადამიანები და ის წესები, საგზაო მოძრაობის წესები, რაც რეალურად მათ ჩააბარეს თეორიულ გამოცდაში, პრაქტიკულად არ ხდება მისი გამოყენება. ალბათ გავიხსენებდი რამდენიმე დღის უკან მომხდარ საგზაო შემთხვევა, სადაც ჭავჭავაძის გამზირზე ქალბატონს დაეჯახა ეგრეთ წოდებული მოპედი და დატოვა ეს ქალი და გაიქცა. ანუ ხშირ შემთხვევაში ტროტუარებზე ხდება მოპედების გადაადგილება, რაც ჩვენი კანონმდებლობით არ არის ეს დაშვებული. ტროტუარი არის მხოლოდ ფეხით მოსიარულეების, იქ თუ არის რისკი არა ველობილი გზის არ შეიძლება მოპედის მოძრაობა, იმიტომ რომ ველობილი გზის გამოყოფილია მხოლოდ ველოსიპედისტვის და ეკოლოგიური ტრანსპორტისთვის ეგრეთ წოდებული თვითმგორიალა რაც არის ორბორბლიანი მოპედი უნდა გადაადგილდებოდეს სავალ ნაწილზე თავისი წესების დაცვით, ამასაც ვფიქრობ ძალიან კარგად უნდა გააზრება თუ სავალ ნაწილზე როგორ უნდა იმოძრაოს და სამწუხაროდ ვინაიდან ჩვენ არა გვაქვს ლიცენზირებული, აკრედიტებული ავტოსკოლები, სადაც აკრედიტებული ინსტრუქტორ მასწავლებელი გვეყოლებოდა და ამ ადამიანებს სანამ თეორიულ გამოცდას ჩააბარებენ, რომ პრაქტიკულადაც ოდნავ აუხსნა თუ როგორ არის ტარების მანევრი. სხვადასხვის აი მიტანის სერვისები რო ავიღოთ, არიციან ამ ადამიანებმა ის მოკიდებული რო აქვთ ეს სპეციალური ჩანთა, ამით გადაადგილების დროს თუ რა ფაქტორები შეიძლება, რისკ ფაქტორები არსებობდეს, ის მოხვევის დროს როგორ იწონება წონადობა, მთელი რიგი სისტემაა და ამის შესწავლა უნდა ხდებოდეს და კარგი იქნებოდა თუ ის ბიზნეს კომპანიები, რომლებიც მსგავსი ტრანსპორტის რეალიზაციას აკეთებენ, რაღაცა სპეციალურად დაანერგონ ან კურსი ან მოიწვიონ შესაბამისი ექსპერტები, რომ ამ ადამიანებმა გაიარონ ესე რომ თქვა ეს პრაქტიკული თეორიული სწავლების მინიმალური სტანდარტები, რომ თუშაში ან თავად იმ კომპანიას, რომელიც დაასაქმებს, მან გაატაროს ყოველ შემთხვევაში და იყო ერთ-ერთი კომპანია, 13 წლის უკან ჩვენმა ფონდმა დაახლოებით 100-მდე მძღოლი კურიერი გადაამზადა რამდენიმე წლის უკან, თუმცა ეს ახალი თემა იყო მაშინ და სულ ასეული მძღოლი იყო, თუმცა ეხლა დამეთანხმებით აქ უკვე 1000-ებზეა საუბარი. ძალიან ბევრი კომპანია არის, ძალიან ბევრი მოპედი შემოვიდა, ძალიან ბევრი მომსახურების სფეროში დაინერგა საკურიერო მომსახურება. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ იმას ვიტყვით, რომ არ არსებობს ავტოსკოლები და ლიცენზირებული, სადაც ეს ხალხი ისწავლიან, მაშინ შესაბამისი ტრენინგები უნდა შევთავაზოთ, ის მინიმალური სტანდარტები, რომ უბრალოდ თვითონაც დაცულები იყვნენ, რადგან უსაფრთხოების სტანდარტების ყველანაირი დარღვევით დადიან, მით უმეტეს საკუთარ უსაფრთხოებასაც არიცავენ, იგივე ჩაფხუტთან მიმართებაში, იქ შეიძლება სხვა დამატებითი დეტალები სჭირდებოდეს. დიახ, რა თქმა უნდა და ზუსტად ეს იწვევს იმ ძიმე შედეგებს, რასაც უკავშირდება სიკვდილიანობა და დაშავებულობა. ყველას მოვუწოდოთ, რომ გაუფრთხილდეთ ერთმანეთს, რა თქმა უნდა. დიდი მადლობა თქვენ მობრძანებისთვის, წარმატებებს გისურვებთ. თქვენ შეგახსენებთ, რომ ფონდი პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის დირექტორი ირაკლი ზორია იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი.